მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო შუადღე ობიექტივზე აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ბატონი გიორგი ფოფხაძე ბრიუსელიდან ბატონი ლევან შანიძე და მე მაცაც ოკახოკიძე გაუძღობით გადაცემის მეორე ნაწილს სტუდიაში გვყავს საინტერესო სტუმრები ქალბატონი ადამ არშანია რომელიც გახლავთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ბატონი მამუკა გიორგაძე სახალხო პარტიის თავმჯდომარე დიდი მადლობა ბატონო მამუკა მობრძანებისათვის ჩვენ საუბრებთ საღდრისის თემაზე, მაგრამ სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ ამ თემაზე, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ბატონ ნიკა ანთიძეს და ბოლოს, როდესაც დავუკავშირდი მას, მითხრა, რომ სამწუხაროდ არ ეცალა ეთერში მოსასვლელად, მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული. ამავე სააგენტოს პრესმდივანს ნათია მურაჩაშვილს დავუკავშირდი, რომელმაც თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აქვს სააგენტოს ასე ვთქვათ სამსახურს და არ აქვს დროს სატელევიზიო ეთერებისთვის, როდესაც მან დიახ, ძალიან ცენტრს აქვს ხოლმე ყოველთვის ის არ აქვია, რა დროსაც არ მოიწო. ესე იგი, ოანალუგნესკო როცა გინდა მაშინ მიდი ინტერვიუზეც არის. დიახ, მაგრამ ობიექტივის ხსენებაზე უკვე სხვა რეაქცია ჰქონდათ. გასაგები. დიახ, თუმცა ეს ქართული ემების, რა ქვია, პრეს-ცენტრების სხვათა შორის დაავადება არის, ეს ხალხი სად პოულობენ, მე ვერ გავიგე, იმიტომ რომ პრეს-ცენტრის ემას, რა ქვია, ხელმძღვანელს, აი, თუნდაც მამა ბასივი რო კითხო ნატოს ემას, რა ქვია, ოანა ლუგნესკოს, უცებ ჩამოგიყვება, ვინ არის, რა არის, რას წარმოადგენს, აი, ყველაფერს გეტყვის. ჩვენთან აი ვერაფერს ვერ გეუბნებიან პრეზიდენტის წარმომადგენლები. აი საოცარი რაღაცა ხდება, გადავიღე. არასოდეს არაფერს ინფორმაცია არ. დიახ. მქონდა ასევე მცდელობა, რომ ქალბატონ ირინა ღამბაშიძეს დავკავშირებოდი და ქალბატონმა ირინამ თქვა, რომ ის მივლინებაში მიდის დღეს და სამწუხაროდ ვერ მოვიდოდა ეთერში მაინცსა და მაინც დღეს და ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მას მოსვლის, მაგრამ სამწუხაროდ ასე დაემთხვა მივლინებას და რატომღაც მოხდა ისე, რომ შემდეგში, როდესაც ანა ვერულაშვილს დავკავშირდი, ის გახლავთ პრესსამსახურის უფროსი ასევე და მან თქვა, რომ ის მივლინებაშია უკვე და ამიტომ სამწუხაროდ ვერ მოახდენს სამყაროს. ეს მივლინებები რო არ არსებობდეს, აგვეცველებოდა რა. არა, მართლა ძალიან ისეთი საოცარი დამთხევა იყო, იმიტომ რომ რატომღაც გუში ყველანი აღმოჩნდა, რომ თურმე მივლინებაში აპირებდნენ დღეს წასვლას. აგვისტოში. აგვისტოში კი. და მხოლოდ ერთადერთ ნათიას არაფრით არ სცალიათ გადაცემები. ტელეგადაცემებისთვის სააგენტოს თანამშრომლებს არ სცალიათ თურმე აღმოჩნდა და ისინი ძალიან მნიშვნელოვანი საქმით არიან დაკავებულები და ალბათ ვივარაუდოთ და ვიმედოვნოთ, რომ ისინი საღდრისის გადარჩენით იქნებიან ალბათ დაკავებულები, ხო? ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ? ხო, ეხა მე იქითა კვირაში ნიცაში ვაპირებ წასვლას და ნახოთ ერთი აბა სად არიან დაკავე რომელ მივლინება. ორი დღით უნდა ჩავიდე და გადავავლებ იქ გავალ პლაჟზე და ვნახავდი რომელ ემაში არიან კანში, მონაკოში თუ ნიცაში და იქ რომ შარშავ ნახე ძალიან ბევრი იყო იქ დაკავებული და წელსაც იქნებია და არ გამაზავენ ესე და ბარსელონა უყვართ ხოლმე იქ არის კაი სამივლინებო ადგილი სხვადასხვა. ალბათ იქცავლენ ალბათ. ამ საღდრისთან დაკავშირებით იქნება დავიწყოთ. ხო, რადგანაც ჩვენ სტუდიაში სტუმრები გვყავს და ისინი არიან საღდრისის მცველები, ასევე და საღდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები და ძალიან ბევრი აქტიურობა შეინიშნება მათი მხრიდან, ქალბატონი ადა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრები იყვნენ საღდრისში ჩასულები და სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა ქალბატონმა ადამ საღდრისში ყოფნის დროს. ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება რომ ვიხილოთ ეს ვიდეო, ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ რომ გაუშვას ვიდეო. გაჩნდა ტერიტორია საქართველოში, სადაც ჩვენ ვერ შევდივართ მოქალაქეები და ეს მაგოვნებს იმ ჩვენ ალბედით ვერ შესვლა საფხაზეთში ნაწილობრივ. მერტმა დაგვიფაროს. ეს არ არის ნორმალური, ეს არ არის სწორი. და მე ვხედავ კიდევ იმას, რომ არ არის ბოლომდე გააზრებული თუ რა სიმძიმის ბოროტებას ჩადიან აქ ადამიანები, რომლებიც დაიწყეს აქ მოპოვება ოქროს თუ ვერცხლის
ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ინგრევა და ზიანდება ასეთი ნიშნულობის ძეგლი და ასეთი ნიშნულობის საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის კულტურული, არქეოლოგიური, ისტორიული როგორ გნებავთ უშველებელი მნიშვნელობის არა მხოლოდ საქართველოსთვის ძეგლი. აი ეს გახლდათ სწორედ ქალბატონიან და როდესაც იმყოფებოდა საყდრიში და თქვენ ახსენეთ რომ არსებობს ტერიტორია საქართველოში სადაც ჩვენ ვერ შევდივართ. საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილება იქ როდესაც იყავით ალბათ სადეთ რომ მისულიყავით ახლოს ვთქვათ როგორც შეიძლებოდა შეძლების დაგვარეთ ახლოს ძეგლის ტერიტორიასთან. მაგრამ რა თქმა უნდა დაცვის თანამშრომლები არ მოგცემდნენ ამის საშუალებას. რა სიტუაცია დაგხვდათ იქ? მოკლედ რომ გვიამბოთ ამის შესახებ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მაცაცო, გეორგი გენაცვალე. მიხარია რომ მამუკა არის სტუდიაში, მახსენდება ჩვენი უფრო ახალგაზრდა წლები მამუკა. და ეგრევე მიჩნდება პარალელები მამუკა ალბათ შენ მიმიხვდი რომ აღარ დაადგა საშველი. აღარ დაადგა საშველი იმას რომ ჩვენ საქართველოს ჩვენ უნდა მივხედოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ და ბოლოს და ბოლოს მივხვდეთ რომ ეს ჩვენი სამშობლოა და ეს ჩვენი სახელმწიფოა და სულ გვიხდება ესეთი ბარიკადული ბრძოლა და ესეთი ნაპირებია ისევ შექმნილი ნაპირი მარცხენა, ნაპირი მარჯვენა, ისევ ჩვენ სადღაც ვერ შევდივართ, ისევ ჩვენი ხვდებიან ეხლა უკვე ჩვენი ქართველები და მე ვერ ხედავ რომ მათ გააზრებული ქონდეთ ბოლომდე რა სჩადიან რა ხდება საერთოდ იმ საყდრისის ირგვლივ. უსიამოვნო იყო სიტუაცია, ხა ჩვენ ხელჩართულ ბრძოლას დაცვასთან ნამდვილად ვერ დავიწყებდით, არც იყო ამის საჭიროება და მინდა გითხრათ რომ თავათის ტერიტორია ესეთი უშველებელი ძეგლის ნიშნულობის ძეგლის სიამაყის ჩვენი სიამაყისა ტერიტორია ძეგლის ირგვლივ მე არ მომეწონა რა თვალსაზრისით არის იქ ნაგვის კერები მინდა გითხრათ არის ის მოუწესრიგებელი ტერიტორია აბსოლუტურად იქ არა მხოლოდ რაღაც საწარმო უკაცრავად ნაგავი არამედ იქ საყოფახცხოვრებო ნაგავიც არის და მე მითხრეს რომ რატო არის ასეთ დაბინძურებული ტერიტორია რომ ვიკითხე ეს თურმე ყოფილა იქვე ყოფილა ახლო რამოდენიმე მეტრი ზოგჯერ რამოდენიმე ათეული მეტრი ეს იქ ყოფილა საყდრისთან ბოლნისის ნაგავ საყრელი დიახ თურმე ну რასაკვირველია რა ხასიათზე დავდგებოდი ჩვენ იქ ეს პირველი უსიამოვნო და ცუდი ამბები და ვითარება მეორე იქ სადაც ჩვენი გუშაგები და მცველები უშუალოდ პირველი მცველები ასე ვიტყოდი და წინა ხაზზე მდგომი მცველების საყდრისის ეს ჩვენი ნინო მიქიაშვილი ირაკლი ლომიძე დახვდნენ ჩვენ და რაღაც ძალიან ძიმე დამეუფლა მე მასთან ერთად რომ დიდი მადლიერების გრძნობით ვიყავი ამით ჩუხდა გული მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ იცის მამუკა მაგრამ მეორე მხრივ აი უკმაყოფილო ვიყავი მე იმით რომ იქ ორი ადამიანია ну მათთან ერთად იმ მომენტში იყო კიდევ ორი ადამიანი და არის ნაკლებობა იქ ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ტელეპატრიოტები იქ არ ჩანან რატომღაც და დღეს 100 დღეა სატელევიზიო ჩვენი მოღვაწეები და სალონური პატრიოტები იქ არც გამოჩენილა და რასაკვირველია იქ რო ყოფილიყო გიორგი ბანაკი საკმაოდ ძლიერი შექმნილი კარვების, ახალგაზრდების, პატრიოტების მე მგონი სხვა ელფერი შესძენდა ამ ადგილით შესძენდა და საკითხით სხვანაირად დაისმეოდა ალბათ იქ ეხა პირველ რიგში რასაკვირველია ეხა ჩვენ თავზე ვილაპარაკო და ჩვენ თავი დავადანაშაულო ჩვენ ძალიან ვიყავით გართული ამ არჩევნებით
მით უმეტეს ძიმე იყო ეს პერიოდი უსახსრობის გამო. და ნამდვილად ვიცი რომ ჩვენი კარავი იქ დაიდგმება და ახალგაზრდების მორიგეობა აუცილებლად უნდა დავაწესოთ, იმიტომ რომ იქ საკმაოდ მძიმე პირობებია და მძიმე პირობები მხოლოდ ის კი არ არის რომ შეიძლება მამუკა შენ არ იცი ის რომ ტურები ყმუიანი ღამე და მგლები დადიან ეს არაუშავს მე მიყვარს ტურებიც და მგლებიც ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ხა არ ამგონია და თავს დაგვესხმებიან უმიზეზოდ ეს ამას არაუშავს სიცხე არის მან საშინელი ამასაც არაუშავს გველები დადიან ხვლიკები ღამე ცივა ძალიან მერე უკვე არაზაფხულში მაგრამ ყველაზე ცუდი იქ რა არის ხა უფლება მაქვს უკვე გავაჟღერო ადრე ნინო მიშლი და მიქიაშვილი თავის ოჯახის გამო მე მგონი დიახ იქ ღამე ფანრით ხო ქართულად ფანარია ფანრით რომ მიანათო ცას და დაბნელებულ ცას დაინახავ რომ თოვლივით ცვივა ციანი რაღაცა ნივთიერი და ეს არის ძვირფასო ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო მძიმე მეტალები სხვადასხვა შემადგენლობის და ხო წარმოიდგინეთ ეხ სამი თვე იქ პრაქტიკულად დღე და ღამე 2-3 დღით ზოგჯერ გამოდის ნინო ისიც გამოდის ირაკლი და ნინო ისიც იმიტომ გამოდიან რომ აქ დაждდნენ სტუდიაში და უშლით მათ ხელს არც შვებულება უშლით ხელს და არც ის მდგომარეობა რომელიც იქ არის გამოდიან იქედან იმისათვის რომ ისევ და ისევ მიხედონ საღდრის მიხედონ ამ საკითხს და გაიბრძოლონ უკვე აქ სხვა სიფრცეში ასე აი ეს არ მომწონს მამუკა რომ არიან იქ ცოტანი მარტონი და ეს არის კიდევ ერთი ფაქტი ნიშანი ჩვენი საზოგადოების არ ვიცი მე როგორ თქვა თან ძალიან მიყვარს ეს ჩვენი საზოგადოება თან ვიცი რომ ძალიან გაწვალებულია თან ვიცი რომ ხალხი ძირითადად არის დაკავებული ყოფითი პრობლემებით გაუსაძლისი პრობლემებით მაგრამ ამავდროულად რა ვქნა მე ასეთი ადამიანი ვარ მე სულ ვარ უკმაყოფილო ჩვენი ხელისუფლების და ხელისუფლებას არაუშავს ჩვენი საზოგადოებით რა ვქნა ასეთი ვარ და მინდა რომ უფრო სერიოზულად გავიბრძოლოთ ჩვენ და იქ ფიზიკურად ყოფნა არის საჭირო და უნდა შევენაცვლოთ ამ ხალხს თუნდაც 1-2 დღით 1-2-3 დღით იქ მე მგონი დიდი ზიანი ნამდვილად არ მიეყენება ადამიანს მაგრამ თვეობით იქ რო არის ეს უკვე პრაქტიკულად თავის საკუთარ ჯანმრთელობას ეს ორი ადამიანი ნინო მიქიაშვილი და ირაკლი ლომიძე სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებენ. აი ასეთი არასახარბიელო სურათია, ასეთი არასახარბიელო ვითარება, მაგრამ ამას არაუშავს. ჩვენ თავარია რომ კონტროლის ქვეშ გვაქვს ეს საკითხი. რასაც ქვია მაჯაზე გვიჭირავს თითი, თვალი, რაც თავარია გული და ჩვენ ბოლომდე გავიბრძოლებთ და ჩვენ ამას არავის არ დაუთმობთ ამ ჩვენს სილამაზეს, ჩვენს სიამაყეს და ჩვენს მემკვიდრეობას და მნიშვნელობა არ აქვს ის 5000-იანია, 300 წლოვანია თუ 300 წლიანია, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა და კეთილი ინებონ და ის თვალის დამაბრმავებელი იქ ოქრო თუ რაღაც რაც არის არავინ არ უშლით მათ ამის მოპოვებას უამრავი მეთოდი არის მოფიქრებული რომ ისე რამენაერად მოიპოვონ ეს ოქრო რომ იქ არ დააზიანონ ასეთი მნიშვნელობის ზეგლი და ჩვენ აქ კლასიკური მაგალითი გვაქვს იმისა თუ როგორ აბრმავებს ოქრო ადამიანის თვალებს არა მხოლოდ თვალებს არამედ გულს სინდის გონებას უბინდებს და უშლის და ეს კლასიკური მაგალითია და სამწუხაროდ ეს არ არის რაღაც განყენებული ამით არაა დაკავებული რაღაც განყენებული ხარბი ადამიანების ჯგუფი რომელსაც აი ასე დაუბრმავა ოქრომ თვალი არამედ ჩვენ თვალნათლივ ხო ხედავთ რომ სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები არის აქ ჩართული და ჩვენ ხომ მთელი ეს ისტორია ვიცით არ მოყვები ამ სტუდიაში იმიტომ რომ
ამ სტუდიიდან პირველ რიგში მე მგონი ყვებით ჩვენ სახლთრისის ბედიღვალზე. აი ეს არის ყველაზე ცუდი, ის არის ყველაზე ცუდი, რომ პირველი ხელისუფლება არის უშუალოდ ჩარეული, უშნო ცუდად ამ საკითხში, არასწორად და მეორე ცუდი ყველაზე ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება კი იღებს ხმას, ბევრი ადამიანი იბრძვის, ბევრი ადამიანი ყველაზე საინტერესოა, რომ ჩუმად ეხმარება სახლთრის ჭეშმარიტად ქრისტიანულად. მაგრამ ამავდროულად მე მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებრივი აქტიურობა არ არის საკმარისი. ბატონ მამუკას მივიცეთ ახლა საშუალება, რომ თქვენ როგორ იცავთ ბატონო მამუკა, ვიცი რომ თქვენც სტუმრობდით სახლთრის, თქვენც იღებთ მონაწილეობას იმ პრესკონფერენციებში, რომელიც ჰქონდათ რამოდენიმეჯერ, ქალბატონი ადაც იყო იქ, ბატონი მანუჩარმა ჩაიძეც. თქვენ მოგვიყევით ამის შესახებ, თუ როგორი მცველი ხართ სახლთრისის? ახლა ეს გადამეტებ მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. როგორ მოყვება? მე მოვყვები თუ შეიძლება მე მოვყვებ მამუკაზე და მამუკა მოყვეს. ამიტომ ცოტა დიდი პატივია ჩვენთვის, რო ვთქვათ ასე, რომ ერქვას სახლთრისის მცველი, საქართველოს ინტერესების მცველი. ბუნებრივია ის, რომ ჩვენს ხელთ არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის ის მექანიზმები, რაც საზოგადოებრივი აქტიურობით გამოიხატება იმით, რომ ყველგან დააფიქსირო მკაფიოდ პოზიცია პრესით, ტელევიზიით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ჯგუფში, ასე ვთქვათ, მორალური მხარდაჭერა გამოუცხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად იმყოფებიან იქ, ასე ვთქვათ, წინა ხაზზე და იღებენ თავის თავზე დიდ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას და წვირს და შესაბამისად გარკვეულწილად ეს მორალური ვალდებულებაც გაქვს, რომ მხარდაჭერა გამოუცხადო ამ ადამიანებს და შეც იმ ადგილას, სადაც იმყოფები, ეს ყოველივე, ასე ვთქვათ, განახორციელო. თავისთავად სახლთრისის საკითხი სცილდება ერთი ლოკალური, კონკრეტული, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლის გადარჩენის საკითხს. მასში ისახება დამოკიდებულება სახელმწიფოსი ადამიანთან საერთოდ და ამ ადამიანების მიერ შექმნილ ცივილიზაციასთან. აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ უშუალოდ თანამედროვე დღეს ცხოვრებ ადამიანთა დამოკიდებულება ჩანს. დამოკიდებულება ჩანს იმ ადამიანებთანაც, რომლებმაც საქართველო პირველ ყოფილი თემურ-ველური წყობილებიდან შეიძლება ასე ითქვას, მოიყვანეს განვითარებული ფეოდალიზმის ხანამდე, განვითარებული ცივილიზაციის ხანამდე და მოიყვანეს 21-ე საუკუნემდე. დამოკიდებულება ჩანს ყველაფერში. უპირველეს ყოვლისა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს არად მიაჩნია ადამიანი, არც მისი აზრი, არც მისი გამოხატვის თავისუფლება, არც მისი არგუმენტი, არც მისი წვალება, არც მისი ცდელობა, რომ რაღაცა გააგებინოს ვინმეს და ეს ასახავს სწორედ ამ სახელმწიფოს დამოკიდებულებას და ჩვენ აგერ ხალხმა ადამ ახსენა, რომ ამდენი წელი არაფერ განსხვავდება დაუშვათ სახლთრისის დაცვა დავით გარეჯის გადარჩენისაგან, რომ იგივეა, არაფერ განსხვავდება თუნდაც ქართული ენის დაცვისაგან, რომელსაც გარკვეულწილად მიგვიძღვის წვლილი ასევე იმ კომუნისტების პერიოდში. არ განსხვავდება, იმიტომ შეიძლება ვიღაცა მიკითხოს, რატომ ვაყენებთ ერთ სიმწყეზე აი ამ სამ ცნებას ვაყენებთ, იმიტომ რომ როგორც ენა ერისთვის ასევე კულტურული მემკვიდრეობა და სარწმუნოება და მესამე ერის ინტელექტუალური და სამეურნეო პოტენციალი, ეს სამივე ის შემადგენელი ნაწილია, რომლის გამო ჩვენ საქართველოს გვიყვარს და მოგწონს. სვეტიცხოველი მარტო რელიგიური ისტორიული ძეგლი არ არის, ის ამავე დროს არქიტექტურის უბრწყინვალესი ნიმუშია და როგორც არქიტექტურული ძეგლი ასეც მოგწონს. თორე მე ჩვეულებრივ პატარა სახლთარშიც ვლოცულობ. და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ხანდახან გვირჩენია კიდევაც მონასტრულად იქ ასე ვთქვათ უფრო მყუდროდ პატარა სახლებში ვიდრე დაუშვათ 100 და 500 კაცი რო ესწრება იმ წირვაზე ყოფნას. მაგრამ ამიტომ მომწონს, ამიტომ მიმაჩნია რომ რაღაცა გვაქვს
პერსპექტივა შექმნათ სახელმწიფო თუ კი ეს მოხერხდა მე-11 საუკუნეში და ჩვენ გადავავლოთ მსოფლიოს თვალი მე-11 საუკუნის დასაწყისში სვეტიცხოველი თუ ქონდა მრავალ ქვეყანას და ამის ალტერნატივა დგება ის რომ ძალიან კარგი საკურორტო ადგილია სვეტიცხოვლის ადგილი და კომერციული ბიზნესისათვის არ ამგონია რომ არ მოიძებნებოდეს ადამიანი რომელიც იმდენ ფულს გადაიხდის რასაც სახლში იხდიან იმისთვის რომ ჩვენ უარი ვთქვათ სვეტიცხოველზე ამის მოსურნე ბევრია მსოფლიოში ბევრია ამის მოსურნე ყველგან დამოკიდებულება აი ჩვენი არის სწორედ იმ კუთხით რომ თუ დღეს სახლში არ გადარჩა უბრალოდ თუ მაშინ ენას ვერ გადავარჩენდით დავით გარეჯას ვერ გადავა სახლს ვერ გადავარჩინეთ ხვალ ესენი მიადგებიან სვეტიცხოველს და გელაცაც რა გაუჭირდათ ბაგრატზე მიდგომა თავის დროზე ან იგივე სვეტიცხოვლის საკითხიც და მისი მიმდებარე ტერიტორიები იდგა მრავალი სხვა მეორეს მხრივ შევხედოთ ახლა საკითხს აი საზოგადოებაზე ვსაუბრობ და და ძალიან გულნათკენი ამ კუთხით რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ჩვენი საზოგადოება მაშინ როდესაც აი ჩვენ ნებისმიერი არხი ჩავთოთ ნებისმიერ დღეს და უშუალოდ დღევანდელი გუშინდელი გუშინწინდელი ინფორმაციები რომ მზად არის ანაკლის მაცხოვრებელი ოღონდ 100 ლარი საღამოს ესე ვთქვათ სახში მიიტანოს რომ კაზანტიპი კი არა თუ კიდე პირდაპირ ორგიები განახორციელე იქ მზად არის აგერ საოკუპაციო ხასთან მცხოვრები ადამიანი გამატარინეთ ჩემი ვაჟი და ატამიო და აღარ უყურებს სახელმწიფოებრივ მთლიანობას ტერიტორიას აი ეს ბაგი ჩემი ბაგი დამიბრუნეთო ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს სახლში და მე მახსენდება ფაშისტებზე მრავალი დოკუმენტური ფილმი და კადრი არსებობს და ერთ-ერთი ასეთი კადრი არის რომ კაია გერმანულ მადის ამზრელ ძეგლში აჩვენებდნენ პატიმრებს საკონცერტო ბანაკში რომ დებდნენ საწამლავს და ამ ძეგლს უგდებდნენ მერე პატიმრებს იმ იცოდნენ რა რომ საწამლავი იყო მაინც იმდენად იყო შიმშილის გზნობა მათთვის რომ ჯანდაბას ისევ გამზღარი სიკვდილი ერჩივნა ამ გერმანული ძეხვით ხარისკი უმაღლესი მოგეხსენებათ და რა სუნი და გემოსტვისებები ექნებოდა აი ისევე არის დღეს ნახევარი საქართველოს მოსახლეობა მათ იციან რომ ის კაზრეთი სიცოცხლეს უსპობს მათ იციან რომ გვერდზე უდიდესი მნიშვნელობის ძეგლი იკარგება მაგრამ ოჯახში რომ ლუკმაპური შეიტანოს ამიტომ ერიდება მივიდეს ნინო მიხიაშვილთან და ირაკლისთან და თანადგობა გამოუცხადოს აი ამ მდგომარეობამდე როცა მიიყვანენ მოსახლეობას ბუნებრივია იქ ერთეულებს ძალიან უჭირს რომ აქტიურობით ფართო მასები დაირაზმონ ამ მიმართულებით მაგრამ აქვე მინდა ვთქვა რომ ადა ასეთი პესიმიზმიც ესე ვთქვათ მაგრამ მე ხო აღნიშნე მამუკა რომ არის ადამიანები ჯგუფები კი როგორ არა კი ჯგუფებმა კი როგორ არა ჩვენ მივახციეთ იმას მე უფრო ბევრი მინდა მამუკა მე მაქსიმალისტი ვარ მაგრამ აი მე საზოგადოებას რატომ გას ერთი რამე მინდა უთხრა მე საზოგადოებას რა რომ გერმანელი ერის ხელახლა ფეხზე დადგომაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უდიდესი როლი ითამაშა იმანაც რომ გამარჯვებებისკენ ტოლვამ ჩაუნერგა ის მუხტი რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დამარცხებული გერმანია 9 წლის შემდეგ 54-ში ატარებს მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში და იმარჯვებს აი ჩვენს გამარჯვებებისკენ უნდა წავიდეთ და გამარჯვება თუნდაც ის რომ ყველაზე დიდი აქცია რომელიც გაკეთდა საყრისთან დაკავშირებით 100-200 თუ კიდე 300 კაცი 2 წელიწადია იცავს ეს 2 წელიწადია რომ ვერ ბედავენ მაინც ბოლომდე მიიღონ ეს გადაწყვეტილება ისევე როგორც დაუშვათ ხუდონთან დაკავშირებით იმავე ხალხის ხوار გონია ჩვენ რომ საყრის სხვა ხალხი იცავს და ხუდონ სხვა თითქმის ერთი და იგივეა თითქმის ერთი და იგივეა უკვე ერთმანეთს რამდენი წელია ვიცნობთ და როცა დამოყრებული ვართ უკვე აქციაზე ერთმანეთთან აი ამდენი ხანი ბრძოლის შედეგად უკვე ხელისუფლებისგან გარკვეული უკან დახევაც არის რომ იქნებ ჩვენ თვითონ ავაშენო და არა ინვესტორმა ბუნებრივია ის მომენტები დაუშვათ რაც კაზანტიპთან დაკავშირებით ხდება რომ ზედმეტი აქტიურობა არავის არ აპატიეს და ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული ზემოქმედება განახორციელებს თუმცა ნუ ის პროცესი ასე ვთქვათ
მიდის და აი სწორედ აგდგება რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვებები დასაკვირველია. ჩვენ შეგვიძლია გამარჯვებები ქართულ საზოგადოებას იმ ნაწილს მადლობა უნდა უთხრათ, ვინც მოდიოდა გვერდით იდგა და დღესაც გვერდით დგას და უთხრათ კიდევ რომ შეგვიძლია გამარჯვებები, შეგვიძლია ის რომ ჩვენ მივიყვანოთ ჩვენი საქმე ბოლომდე. რა ვყოთ ახლა ეს არ არის ნუ განვიხილავთ ამას იმ კონტექსტში რა ქვია რომ აი ერთდღიანი მომენტი ეს არის ფაქტობრივად ბრძოლა საქართველოში იქნება სახელმწიფო თუ არ იქნება სახელმწიფო. თუ ჩვენ შევძლებთ თუ ჩვენ შევძლებთ რომ შევდგეთ ჩვენ როგორც საზოგადოება დამოუკიდებელი თვითკმარი და თვითმართვადი საზოგადოებრივი ჯგუფი ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ ქართული სახელმწიფოს აშენება იქნება შესაძლებელი. ამიტომ არ მიდის ბრძოლა მხოლოდ კაზანტიპისთვის, არ მიდის ბრძოლა მხოლოდ საყდრის გადასარჩენად, არ მიდის ბრძოლა ერგნეთის ბაზრობის წინააღმდეგ თუ სასაშენებლად თუ არასაშენებლად ხუდონის, არამედ ბრძოლა მიდის რომ ქართული სახელმწიფო აშენდეს და სამწუხაროა რომ ჩვენი თანამოძღვრის გაგვაქვს წინააღმდეგობა მტერთან, ღია მტერთან. ჩვენ ვიცით ბრძოლის მექანიზმები, ვიცით როგორ უნდა ვებრძოლოთ დამპყრობელს, მით უმეტეს აქვს შეხედვათ ის ადამიანები, რომელსაც ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ძალიან ჭირს ბრძოლა საკუთარი თანამოძღვრის წინააღმდეგ, რომელიც წესვი და რიგით იმიტომ მოვიდა ხელისუფლებაში, რომ ჩვენნაირები დაიცვას და ეს იდეები დაიცვას და დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ გაფაციცებულად, რომ რამე არ გააპარონ. რატომ არის იქ მიხეიაშვილი და ირაკლი რატოა? რომ ხელისუფლება ჩუმად რამე ისეთი ნაბიჯი არ გადადგას რომ მე გამოუსწორებელი შედეგების მომტანი იყოს. თორე რატო უნდა იყოს ნინო მიქეიაშვილი ძალიან კარგი ჟურნალისტი და წინვალი ადამიანი რომ იდგეს და უბრალოდ ცხოვრობდეს იქ. ამის გამო ეგ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ როდესაც ასეთი ასე ვთქვათ ნაბიჯების გადადგმა გიწევს ეს არის ყველაზე უფრო ტრაგიკული თორე ახლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდი თუ არაბის წინააღმდეგ თუ მონგოლის წინააღმდეგ ის გამართლებული იყავი ყველანაირად და ყველაფერი შეიძლება და გაეკეთებინა. ამიტომ სწორედ ქართულ საზოგადოებას მოუწოდებ რომ კიდევ უფრო მეტად დავირაზმოთ, კიდევ უფრო მეტად თვითკმარი და თვითმარდვადი დამოუკიდებელი ჯგუფები გამოვიდეთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენგან თვითონ ჩვენგანს აღელვებს და ამას ერთობლიობა აიძულებს ხელისუფლებას რომ დაიცვას სახელმწიფო ან მოვიდეს ისეთი ხელისუფლება შესაძლებელია რომელსაც აღარ დაჭირდება იძულება თვითონვე დაიცავს თავის თავს. მამუკა და ადამე ერთი კითხვა გამიშთა და მოდი კითხვის მერე ჩავთო ჩვენი მაყურებელი და მერე უპასუხეთ. არის თუ არა საჭირო რომ ჩვენ ეს რა ქვია საქმრის თემა ინტერნაციონალური ხასიათი მიცეთ მე იმას კი არ ვიძახე რომ ახლა მაინც და ფრანგები და ესენი ჩავთო ელემენტარულად საერთაშორისო სტრუქტურებში დავიწყოთ მუშაობა ამ თემაზე რომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ძეგლი და რომ ესე ეპყრობიან ამ ყველაფერს. Toro, ჩვენ ხელისუფლებას მაინც ასე თუ ისე გარედან შემოსულეს ესა რა ქვია. თუნდაც ეს პროკურორები რომ მოიწვიეს, ხა ამათ გონიათ რომ ახან ეს რა ქვია პროკურორი დაწერს იმას მოაწერს ევროპელი პროკურორი ხელს, არიქა ეს რა ქვია ევროპარლამენტარები იმ წუთში დაიჯერებენ რომ ეს რა ქვია დამაჯერებელი გახდება მათთვის ეს მიშა სააკაშვილის საბრალდებო დასკვნა, ხო? ხო და ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ ესე არის თუ არა ამის აუცილებლობა შედავთ თუ არა ამ მომენტში ჩვენ რა, იმიტომ რომ მამუკა გახსოვ შენ ამ ხუდონგესწეს და მაშინ გარიჯზეც რადიო თავისუფლება რა თქმა უნდა, გეთანხმები. ამერიკის ხმა იყო იქ გახსოვს ამერიკის საელჩო. კი. Sari შემოვიყვანოთ ეთერში და შემდეგ თუ შეიძლება რომ გავცეთ პასუხი კითხვას. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. კაი. გესმით ჩვენი ხმა, გაითიშა სამწუხაროდ. გიორგი, შეიძლება? დიახ, რა თქმა უნდა. გიორგი, სწორს ამბობ, აუცილებელია მისი ინტერნაციონალიზაცია თუ რა ვიცი რა სიტყვა შეიძლება აქ იქნას გამოყენებული. ხო, აი მე სიტყვა ვერ მოვძებნე მამუკა. კი, აუცილებელია ეს და სხვათა შორის ერთი რამ არის რომ მთელი უბედურება იმაშია რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აღმოჩნდა ჩვენი ყველაზე სერიოზული პარტნიორი ამ საქმეში გარკვეულ ეტაპზე. როდესაც იგივე გერმანიის მხარე
იყო დაინტერესებული ამ საქმით და ბევრ წილად განაპირობა გერმანული მხარის პოზიციამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აი ამ პროცესის წარმატებით განვითარება. ისევე როგორც ცნობილ მეცნიერთა გარკვეულ წილად ჩართულობა ამ საქმეში იყო მაინც საზოგადოებრივი დატვირთვის მიმცემი. მაგრამ არ შეიძლება ჩვენ დავიყვანოთ ეს საქმე მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც ცნობილ მეცნიერს შეიძლება აზრი შეეცვალოს თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ან რომელიმე სავალგარეთელ ექსპერტს შეიძლება აზრი შეეცვალოს, ამაზე არ უნდა დავიყვანოთ. ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ამის მსოფლიო მნიშვნელობა. თუ რა სიმდიდრის პატრონები ვარ ჩვენ და ეს არის ქვეყნის პოპულარიზაცია, მეტი კი არაფერი არ არის ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს ერთის მხრივ ქვეყნის პოპულარიზაციას იწვევს და მეორეს მხრივ ბუნებრივია გადარჩენაც ხდება ამ ყოველივესი. მაგრამ აქ გულისკივილი ჩემილი აღნიშნო ის გარემოება, რომ გიორგი შენ სწორად ვი პროკურორი, უცხოელი პროკურორ ჯერ ეს ერთი არავინ არ გაითვალისწინებს მანდამაინც ამ პროკურორების მომენტს, მაგრამ ჩემთან რო დაჭირდება თავის მოქალაქესთან ხელისუფლებას პროკურორის ჩამოყვანა, იმიტომ რომ მე ხელისუფლებას დაუჯერო, ესე ხო წარმოგიდგენია თვითონ რა შეხედულება აქვს ხელისუფლებას თავის თავზე. აი იგივეა რომ ცოლმა რომ მოგიყვანოს ვიღაც კაცი და არა ბატონო რა დაგიდასტურებს რო არ წული ვარ მასთანო. აი რაღაცნაირად ისეთი მომენტია, რატომ მოგყავს ეს უცხოელი პროკურორი, იმიტომ რომ შენ ნდობას არ იმსახურებ? აი თვითონვე შიფრავენ თავის უნიათობა გამოაქვს ხალხის მხრიდან მათ ასე ვთქვათ უნდობლობას თვითონვე შიფრავენ და მე უკვირდა სწორედ ამიტომ თვითონ ხომ იციან რასაც აკეთებენ საქმეში თვითონ ხომ იციან რომ ვიჯიბეში მიდის ხუდონის ფული თვითონ ხომ იციან რომ კაზანტიპი არ არის უბრალოდ იმიტომ რომ საქართველოს პოპულარიზაცია მოხდეს თვითონ ხომ იციან მრავალი სხვა გარემოება იგივე თუმცა რამაც უნდა მოახდინოს საქართველოს პოპულარიზაცია იმას ანგრევენ და კაზანტიპია თუ რა ქვია შაშატიპი მაგას ამ მნიშვნელობა გეგედი აი ეს მომენტები არის აი თუნდაც ყველაფერში ჩანს ეხლა დღეს მაგალითად უყურებდი საინფორმაციო გადაცემებს და ქართველი ჩინოვნიკები რაღაცნაირად როგორ იცი რომ აი შინაგანად ბოდიში გამოთქმაზე დაჩმოვებულები აი ბაქოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოფინა ვიღაც რა ქვია გულშემატკივარმა და კანონი დაარღვი თუ კანონი დაარღვია მოთხოვოთ პასუხი თუ არ დაარღვია კანონი შენ რატომ არ იცავ საქართველოს მოქალაქეს რატომ აძლევ უფლებას რომ ქართველი ჟურნალისტი კამერა წაართვან რატომ იცემ აძლევ ამის უფლებას აი როდესაც შენ ჩინოვნიკი ვერ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს ვერსად აი მაშინ ბედავს უცხოძალა რომ მოგახმიოს თავზე თავისი აზრი ამიტომ ჩვენ გვჭირდება უცხოეთში როგორც სრულფასოვანი არა დაკომპლექსებული ხალხი არა ბატონო საღდრესის პატრონი ერი ვართ აი ცოტა სიამაყი, ცოტა აღმატებულად, აი იმის სრული შეგრძნებით, რომ წინა ჩვენ სოფლიო ცივილიზაციაში იმით კი არ გაიზომება ერის სიდიდე, რამდენი კილომეტრია ტერიტორია, ან და ასე ვთქვათ, რა რაოდენობა ხალხი ცხოვრობს, გაიზომება იმით, თუ რა შეიტანა მან სოფლიო ცივილიზაციაში, რა წილი შეიტანა აი საგანძურში, სოფლიო საგანძური რო ქვია და ჩვენ საამაყო საქმე გვაქვს. ყველაფერსო თავი დავანებოთ, აი საერთრისი ამ კუთხით არის ჩვენი წილია სოფლიო ცივილიზაციაში რომ 6000 წლის წინ ჩვენ ამის შესაძლებლობა ქონდა ჩვენ წინაპარს ამის ინტელექტი გააჩნდა და ამის ასე ვთქვათ მარკეტინგული თუ რა სხვა თვისებები ქონდა ამიტომ ეიჩერი ხო ეს სოფლიოს უნდა უთხრათ რომ ესავარც მაო გაზეთ კი არ ჭირდება ჩვენ სწავლა რაღაცეებში რა ჩვენ გვჭირდება უბრალოდ დახმარება რომ აი ჩვენ ინტელექტუალური პოტენციალი როგორ ვაქციოთ რეალურ ქმედისუნარიან სახელმწიფოებრივ ინსტრუმენტად აი ამაში კი გვჭირდება სწავლა რა ახლა იმიტომ რომ ჩვენ ბოლო 200 წელი ისეთ პერიოდში გავიარეთ რომ ქვეყნები წინ წავიდა და ჩვენ ჩამოვჭით მაცაც მამუკას უსმენდი და 35 წუთია ნუ ძირითადად რაც მიდის გადაცემა ეს და ისე ძიმედ ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ბატონი მამუკას რო უსმენე და აშკარად ვადასტურებ, გამოიკვეთა, ესე იგი მთელი ეს წლები
გარკვეული პიროვნებები, თუნდაც უმცირესი რაღაც მცირე ჯგუფი, რომელიც ახერხებს ბრძოლას და დგას მრავალ სადარაჯოზე ის რაც ძვირფასია ქართული ერისთვის და იკვეთება რომ მოწინააღმდეგე მხარი ცალსახად არის ჩემი ხელისუფალი და ცოტა არახოთ ცუდად გავხდა ეხლა რო გისმენთ. ესე იგი საძებნიც არ არის. აი ზუსტად ვიცი ვინ არის მე ლევან შანიძე, მაგრამ ეხლა გავიაზრე ბოლომდე ჩემი ხელისუფალი და არ მაინტერესებს მე ხა სოფლიო რაზე აი ქალბატონი ადრესი მესმის ჯერ გავაგებინო ჩვენ მოსახლეობა ჩემი ხელისუფლების წინააღმდეგ ხო და მე ვთვლი რომ აი რატო აქვს გული ნატკენი ქალბატონ ადას რომ მეც მოითხოვს მეც თანადგომას თანამოქალაქეებიდან რომ აი აქ უნდა შევძახოთ რომ ვინა ჩვენი ხელისუფალი ჩვენ რომ ავირჩიეთ ჩვენ რომ გავხადეთ ხელისუფლად ის არის ჩემი მტერი და დიახ პოლიციელი მოვიდა ანუ უბრუნდები მთებას ის ცდილობს რომ ის ეძებს რომ ვიღაცა ნათესავი მყოლია ვიღაცა არ არის ჩემთვის ძმა არის მაგრამ კაცო ის ამაშია საქმე დამიჭირე მე თუ რამეში ვარ დამნაშავე როგორ მედავ ამას მიწევი ის ენა მებება ხალხო ხელისუფალია ჩვენი მტერი ჩვენი ლევან ზუსტად აი ამისი გააზრება მე რო ასეთ აი მამუკამ თქვა თლათ არაპოზიტიურ იმაზე არაოპტიმისტურ მდგომარეობაში განწყობაზე მაყენებს რომ ხალხო ჩვენ უნდა გავბრაზდეთ რაღაცეებზე ჩვენ თავი შეურაცხყოფილად უნდა ვიგრძნოთ კაფიოდ რაღაცეებზე და ეს ყველაფერი უნდა გამოვხატოთ და დავაფიქსიროთ და რატომ გვინდა რომ პატივისცემის გრძნობა გაგვიჩნდეს ჩვენ აი თქვენს მიმართ მე თქვენ ჩემს მიმართ თუ მე ამას არ ვაკეთებ პერიოდულად ჩემი სამშობლოს ამა თუ იმ აქტუალურ და სასიცოცხლო საკითხების ირგვლივ პატივისცემა ჩვენი საზოგადოების საიდან მოვა ჩვენი საზოგადოებისადმი და მერე უკვე სახელმწიფოებისადმი იმიტომ რომ ვინ ყავს ჩვენს ხელისუფლებაში ეს ჩვენი მოყვანილი არ არის ალბათ თუ კარგად და აი არ არის ეს სათანადო გაბრაზება სათანადო გზადყოფნა და მამუკა აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები მაგრამ იცი რა სანამ ეს პატარა ჯგუფი თუ დიდი ჯგუფი რაღაცას მოიმოქმედებს აგერ შედეგებიც გვაქვს მამუკა მაგრამ ამასობაში დრო ხო გადის ფუჭდება ის საკითხი დრო გადის უცხოვდება ის აფხაზეთი თუნდაც ფუჭდება სახლდრისი რამდენი პროცენტია ზოგი ამბობს 15-ია გაფუჭებული ზოგი ამბობს 18%-ია გაფუჭებული მამუკა მართალია აბსოლუტურად მეორე მხრივ ამას ხო დრო სჭირდება ყველაფერს ამ ბრძოლას იმიტომ რომ პატარა ჯგუფი არ არის ის დიდი აზვირთებული ჯგუფი აბა ერთი მიადგეს 10,000 კანცელარიას არ ჩამოვა იქ პრემიერ-მინისტრი ქვემოთ კი მაგრამ და ბოლოს გითხარი ამ სტატუსში რა ხდება რო უთხრას 15,000-მა 10,000-მა ხო და ფუჭდება თავად ის საკითხი რისთვისაც ვიბრძვით იმიტომაა მე რო ასეთი დავით შეიძლება რადიკალური პოზიცია მიჭირავს ჩვენი საზოგადოების მე მინდა უფრო აქტიური უნდა იყოს უფრო გაბრაზდეს უნდა დროზე უნდა გაბრაზდეს ჩვენი საზოგადოება ადეკვატური ჯანსაღი რეაქცია დროზე უნდა გავაკეთოთ ხალხო თორე მერე გვიანდება ხალხს დაგვიხოცავენ ძეგლი დაგვენგრევა აფხაზეთი გაგვიუცხოვდება და ასე შემდეგ და ამიტომ გამიგეთ ეს ჩემი ასეთი ის და მაპატიეთ არა იცი რა ცოტა გეთანხმებით უფრო მეტი აქტიურობა ცოტა პოლიტიკოსები რო უბრაზდებიან საკუთარ საზოგადოებას ეს ცუდი რაღაცაა და არ შეიძლება ეს რაღაცები არ შეიძლება ეგეთ რაღაცები და საბოლოო ჯამში ეხლა გავიაზრე კიდე ესეთი მომენტი ну დიდი რეჟისორი ესეთი ყველამ ვიცით ანდრეი ტარკოვსკის აქვს ესეთი ფილმი ჟერტვა პრინაშენი ანუ ხელშეწირვა და ეხლა გამახსენდა თქვენ რო გისმენდით ფილმი იწყება ბავშვს ანგინა აქვს შეხვეული აქვს ყელი და ბაბუა ელაპარაკება
ჯავახა ნერუზი არის, მაგრამ ჩვენ ქართულებს გვაქვს ხეს რომ უძახო გახმება და იქ მოყავს რომ გამხმარ ხეს სისტემურად რომ წყალი უსხა ის აუცილებლად აყვავდებაო ალბათ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმაზე რომ საზოგადოებაში ეს სისტემური სახე მივცეთ თქვენ რო თქვით რომ სულ ვიყოთ სადარაჯოზე ჩასაფრებულები კი არ ვიყოთ აი ეს ჩასაფრებული ცუდი ისა უბრალოდ ფხიზლად ვიყოთ საგუშაგოზე ვიყოთ მართლა ახალ სახელმწიფოს ვაშენებთ გამოიყო ხო გამოიკვეთა ბატონმა მამუკამ კარგად თქვა ესე იგი ერთ მხარეს ცალსახად ხელისუფალია ვინ არის ჩვენი არჩეული ხელისუფალია სულ იყოს ეს და ამ ჟერტოპრინაშენიაზე მაპატიეთ სხობს შეწირვაზე დაბადების დღე არის მახსოვს და პოსტალიონი ჩამოვილის აჩუქებს სურას ესო ორიგინალი არისო გაიკვირვებს იუბილარი ევროპის რუქაა და დაждდება ველოსიპედის და საჩუქარს რა აზრი აქვს თუ სხელს შეწირვის ტოლფასი არ იქნებაო ანუ იმან თქვა ეს სხელს შეწირვა ესეთი ორიგინალი საჩუქარის გაცემა ანუ ჩვენ გადავეჩვიეთ სხელს შეწირვას მე თქვენზე არ მაქვს ლაპარაკი თქვენი სიცოცხლით და იმით დაამტკიცეთ ყველანაირად რომ დგეხართ სადარაჯოზე მაგრამ ჩვენ ალბათ მოსახლეობამ უნდა ვისწავლოთ ზოგადად მაყურებელს მიმართავ ყველას რომ რაღაცა მსხვერპლი უნდა გავიყოთ რაღაცა უნდა დავთმოთ რაღაცა ნაკლები ვიძინოთ ნაკლები აი ნინო ჩვენი მაგალითი ხო რატო რა ვერ იქნება ამ თბილისში სახში ვერ მოკალათდება ტელევიზორთან აი ყველამ გაიჭიროს რა ყველამ ცოტა მერაბ კოსტავას მოწაფე და უმცროსი მეგობარი რომ არის ყველაფერში ეთყობა ჩვენ ნინოს დიახ და რა ვიცი მამუკა ალბათ არ უნდა იყოს ისე რომ აი მამუკა და მე ვართ რა ქვია ჩვენ პოლიტიკოსები და ჩვენ უნდა ვიყოთ იმიტომ რომ ვართ ამ სტატუსში ამდენი წელი ჩვენი საქმეა ეს მხოლოდ აი არ არის ეს ასე ეს ყველ ჩვენი საქმეა სულებიდან არ ვფიქრობდი და დაუშვათ 77 წელს რომ მე ოდესღაც არჩევნებში მივიღებდი მონაწილეობას ან რაღაცა თანამდებობაზე მექნებოდა პრეტენზია უბრალოდ სხვანაირი ცხოვრება შეუძლებელი იყო იმიტომ სწორედ აქედან ეს იყო შენი რეაქცია ჯანსარი მამუკა უფლებას არ მაძლევდნენ ქუჩაში იმისთვის უფლებას არ მაძლევდნენ რომ მე დამოუკიდებლობა მინდა თავისუფლება მინდა ელემენტარულად მე მაგალითი მინდა ერთი მოვყვე როდესაც 91 წელს მისმა უწმინდესობამ ჩვენ მისტიკაროსნეს მოგცა ლოცვა-კურთხევა და თან შეგვეკითხა თუ მართლა რისკის მომენტი იყო პირველად გამოვიტანეთ საეკლესიო ბაირაღები ქუჩაში და საპატრიარქოს ძველი შესასვლელიდან სიონის შეასვლელამდე სადაც 50-60 მეტრი რომ ამ საეკლესიო ბაირაღებით გამოვედით აი 91 წელს იყო ასეთი მოცემულობა პირველად გავიდა ეკლესია თავისი ეზოდან გარეთ და ეს რო ქუჩაში ჩატარდა ამის გამო ქონდა მე სხვადასხვა კაგე დაბარებები რაღაცები და ასე შემდეგ რა არა და ეხლა დღეს როგორ ჟღერს ეს ისტორია დღეს არაფერი აგე რა ქვია გაგეცინება კიდევაც ადამიანს შეკრიბავს პირიქას და იგლიტეს ეკლესიიდან და პატარა ბავშვები სწორედ ხატები და ბაირაღებით მიდიან და მათთვის ეს მოცემულობაა ჩვენთვის ეს იყო აუცილებლობა იმიტომ რომ იქ ცალკე რა ქვია გაძვლებიჭებულ კომკავშირებთან თუ ვაკომშენ საბრძოლველი იყო მამუკა საბრძოლველი აი ეს 50 მეტრის გავლა და მისმა უწმიდესს საკითხა რომ აი შეძლებთო და ლოცვა-კურთხევა თუ მეკრება მაგას კედელს გავანგრევსკო აი სწორედ არა მარტო შეწირვაა საჭიროა სწორად შეწირვა სწორად აი იმ გზით რომელიც კაცობრიობამ და ქართველმა ერმა გამოიმუშავა და თუ ჩვენ ამ მიმართულებით წავალ და თუ ჩვენ თვითმართვა და თვითკმარ საზოგადოებრივი ჯგუფების განვითარებას შევეცდებით ცალკე აღებული თვითონ ჩვენგანი ჩვენ პრობლემას ვერ მოაგვარებს საქმეს ერთი კაცი ვერ მოაგვარებს მაგრამ ერთობლივად თქვენ თუ შევძლებთ რომ თვითკმარი და თვითმართვადი ასეთი სერიოზული ჯგუფები შეიქმნეს საქართველოში აი ეს არის გამარჯვების საწინდარი თავის დროზე იგივე დისიდენტებს რატომ აუშვათ გვარბევდნენ და გვიჭერდნენ და რა ერთი კაცის ეშინოდა ან დაუს რა უნდა ეხლა პირობითად აი ერთ მერაბ კოსტავას არაფერი არ ვიყავი ჩვენ მათთვის საშიში აი ეს იყო ის მაგალითის მიმცემი მაგალითი რომელიც სისტემას ანგრევდა და სისტემას რაში ანგრევდა
იმიტომ რომ ბოლშევიზმი იძახდა, რომ აი მარქსიზმ ლენინიზმი არის ერთადერთი სწორი გზა და ვინც ამას არ იჯერებს, ან გიჟია, ან კრიმინალი. და შესაბამისად აგერ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც არ იჯერებდა. ამიტომ იჭერდნენ, იმიტომ რომ მისი ფიზიკური არსებობა თბილისში და ჯავახიშვილის ქუჩაზე, მისი სახლის წინ, ზემელზე დგომა უკვე იყო დამანგრეველი საბჭოთა სისტემისთვის, იმიტომ იყო ერთი კაცი დამანგრეველი ამ სისტემისთვის. დაუშვათ თავის დროზე განძიმ შეასრულა ინდოეთის ფუნქცია, სხვა მაგალითი გადამდებია ამ იმიტომ რომ პარტია. სისტემა დაანგრია. დღესაც სწორედ აი ეს მოვლენებია გასაცნობიერებელი, რომ ჩვენ სამწუხაროდ ჯერი საბჭოთა სისტემა ვერ დავანგრიეთ. ადამიანების ჩაგრავი ეს სისტემა ვერ დავანგრიეთ, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას როგორც დაპყრობილს ისე ეპყრობა. დიახ. ეს ყველაფერში ჩანს. განა უნდათ ამის ასე ვთქვათ აფიშირება, მაგრამ შინაგანად ეს ყველაფერში ჩანს, რომ ეს ქვეყანა დღეს ჩემია. არ არის დღეს შენი. მე ვარ შენი ბატონ პატრონი. არ არის ჩემი цаრი. აი ასე იქცევა ხელისუფლება. და არა შეხარ ჩემი მოქალაქე, ჩვენ ვართ პარტნიორები, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები, ჩვენ ვართ თანამემამულეები, არა მე ვარ შენი კამანდირი, მე ვარ შენი უფროსი, მე ვარ შენი ბატონი. და მე ვიცი რა გინდა შენ და ჩვენ არ ვიცით ეს. აი ასე იქცევა. ანუ ადრე რომ იყო მოსკოვი, მაპატიეთ ხო? მოსკოვი ჩამოვიდა ქვემოთ. აი ხლა მოსკოვი აქ გიზის მოსკოვი. ლოკალური მოსკოვი. და მოსკოვდა კიდე შეიძლებოდა იმით ხო, გაღვიდოთ. მოსკოვს ეომებოდა. ამათ ეშინოდათ აქ. აქ ცოტა ორბილებულები იყვნენ და გარედანაც აი იმის გასაგონად გიორგი აი მაშინ ხარდაჭერა იყო, იმიტომ რომ ისიც შენი ასე ვთქვათ პარტნიორი იყო მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლაში. და ახლა საქართველოს ხელისუფლება იმას გარედან არ აინტერესებს. არადა ეს იგივეს აკეთებს მართვის თვალსაზრისით, აი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, ადამიანების მოსმენის თვალსაზრისით, სხვა აზრი გაქვს? მტერი არა ვარ მტერი ბატონო შენი. ღმერთმა არ გეცილები თანამდებობაში. გეცილები იმაში, რომ აი მაგიდასთან, სადაც მთელი საქართველო უნდა იჯდეს, ერთ-ერთი პატარა ადგილი ჩვენს გვეკუთვნის, რომ ის აზრი ვთქვათ, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. და შენ არგუმენტით უნდა მომიგო და არა სიმრავლით, და არა ცემით, და არა სხვა მომენტებით. სწორედ ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირს ეშინოდა იმ ერთი ადამიანის. დღესაც ეშინიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს და არ მოდიან ხო ამ სტუდიაში. ეხლა ვითი დავიწყეთ ჩვენ. ასე ძალიან სიტყვა მოიტანა და თქვენ დაიწყეთ იმით, რომ არაბელი უწყინარი ჟურნალისტი პრეს-ცენტრის ხელმძღვანელს ეუბნება, რომ იქნებ ვინმე მოგზანდით, რომ ვისაუბროთ ტელევიზიაში. და ის ხალხი გეუბნება არა. თან საკმაოდ აგრესიული არა იყო მინდა გეუბნება არა. რატომ? აი სწორედ აგდგება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავის ქვეყანას არა სალომესთან როგორი ურთიერთობაში არის, არა ტელევიზიასთან რომელიმესთან, არამედ იმასთან, რომ ქვეყანასთან როგორ დამოკიდებულებაშია. და სწორედ ეს არის, რომ მათ იციან რა არის კარგი ჩვენი ბედნიერებისათვის, აი ორველის რაღაც მაშინ ვარ უკვე სისტემაში და იციან რა არის ჩვენთვის კარგი, ჩვენ მივყავართ ამ მიმართულებით და ნუ მახსენდება ყოველთვის ერთი და იგივე რაღაც ბავშვური ასე ვთქვათ ჩარჩენილი გულში 71 წელს 10 წლის გახდით, როდესაც ტელევიზიით ფრაზა მოვისმინე, რომ ვერ ავაწყო რა კონსტრუქციულად, რომ ხალხის თხოვნით, ხალხის მოთხოვნით და ხალხზე ზრუნვით გაძვის და შაქარი. და აი ვერ ავაწყე კონსტრუქციულად, რომ კარგი შეიძლება ხალხმა ასე ვთქვათ ზრუნავ ხარ, რატო მოითხოვა ამის გაზვირება? აი ზუსტად ასეთივე არის, ჩვენ არ ვიცით და თურმე ინვესტიციებისთვის, საქართველოს განვითარებისთვის და ასე შემდეგ საჭირო არის, რომ ეს დაინგრეს და ჩვენ შეგვიძლია ნუ ელემენტარულად ინვესტიციებისთვის გაკიდეს აფხაზეთი, ინვესტიციებისთვის გაკიდეს ატამში და იმაში ცვლიან ცხინვალს და მოდი მაშინ აგერ ვაუს კიდე ვარძია ძალიან კარგი ტურისტული კომპლექსი შეიძლება გააკეთოს ვინმე გაკიდე და დაანგრიოს სვეტიცხოველი დაანგრიოს და ბატონ მამუკა ქალბატონო დიდი ბოდიში სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ მესაუბრა ბოლოდროინდელ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე რომელიც ქალბატონმა ნინომ ქალბატონმა ირმა ინაშვილმა და ირაკლი
ლომიძემ პრესკონფერენცია მოაწყვეს და იქ მოხდა სწორედ ამ დოკუმენტის გამოაშკარავება და შტოლნერის, ასე ვთქვათ, შემუშავებული სქემა სახლის დაანგრევის თაობაზე. ამაზე ვერ მოახერხეთ სამწუხაროდ დროის უკმარისობის გამო საუბარი, მაგრამ იმედია, რომ სხვა გადაცემებში გვექნება საშუალება უფრო ცლად ვისაუბროთ. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, საინტერესო საუბრისთვის. ქალბატონი ადამაშენია, ბატონი მამუკა გიორგაძე, ბატონი გიორგი ფოფხაძე, ბატონი ლევან შანიძე და მე მაცაცო კახოძე. კარგად გიორგი, კარგად. უძღვებოდით შუა დღეს. ჯანმრთელად იყავი და კარგად იყავი. მადლობთ ყურადღებისთვის. იცაში მომიკითხე რომ ნახავ ქართულებს. ჩინოსნებს, ჩვენ ჩინოსნებს, ნე.